ადგილიდან ჩავთოთ ბადრი ბასიშვილი, ბატონო ბადრი, მოგესალმებით, თუ აღდგა კავშირი, ოჯახის წევრ სამძიმარი პირველ რიგში ის თქვენი ორგანიზაციის წევრია, მისი ძმა არის ტრაგიკულად გარდაღუპული, მოკლული რუსის სამხედროების მიერ, საოკუპაციო ძალების მიერ. Გითხარით მეტი რა ხდება ახლა ადგილზე და რა არის მოთხოვნა, რაც ადგილზე ისმის ახლა? Უსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებს და ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი, პატრიოტი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული თამაზ გინტური მოკლეს დღეს რუსმა ოკუპანტებმა. დღის საათებში სოფლის მოსახლეობის რამოდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა სოფლის სასაფლაოდან ასულიყვნენ მოსალოცად ლომისის წმინდა გიორგის ნიში. Am სალოცავში ხშირად დადიან ამ სოფლის მოსახლეობა და დიდი ხნის განმავლობაში სოფლის მოსახლეობა საუბრობდნენ, რომ მეტი დაცულობა იყო საჭირო, ვინაიდან მოსახლეობის გატაცება ძალიან ხშირი იყო რუსი ოკუპანტების მიერ. Am სიტუაციაში, როდესაც სოფლის სასაფლაოდან დააპირეს სასვლა სოფელ კირბალის მოსახლეობამ, იქ რუსმა ოკუპანტებმა როდესაც შენიშნეს, შემდგომ მათ დაიწყეს ამ ჩვენი მოქალაქეების დევნა. ერთ-ერთ მათგანს ლევან დოთიაშვილს დაადეს ხელბორკილები და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო როდესაც უკვე თამაზ გინტურთან მიუახლოვდნენ ეს რუსი ოკუპანტები, თამაზი მოინდომა უკან გამოტრიალებული იყო, წამოსული იყო, ანუ გამოერიდა სიტუაციას, ჩაჯდა მანქანაში და სწორედ ამ დროს რუსმა ოკუპანტებმა უკნიდან ცეცხლსასროლი იარაღი გაუხსნეს და რამოდენიმე ტყვი აქვს მას მოხვედრილი. რუსებმა ფაქტიურად მოკლეს ადგილზე თამაზ გინტური, შემდგომ დატოვეს და ჩვენს მიერ კონტროლებად ტერიტორიაზე მოხდა დაკავშირება და შემდგომ უთხრეს, რომ მოკლული ადამიანი წაიყვანათ საავადმყოფოში სამწუხაროდ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების სასიკვდილო აღმოჩნდა და გარდაიცვალა თამაზ გინტური. ლევან დოთიაშვილს რაც შეეხება, ის დაჭრილია, ორცელდებოდა ასეთი ინფორმაცია, რა იცით მის შესახებ, თუ იყო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, რამე შუა მავლის ხაზის საშუალებით ან სახელმწიფო უწყებების მხრიდან? აღარ მესმის ხმა სამწუხაროდ. ბატონო ბადრი, გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ ცუდი კავშირია ამ ეტაპზე. პეტრეცის კარიშვილმა ცოტა ხნის წინ განცხადების დროს თქვა, რომ ასევე ლევან დოთიაშვილიც დაჭრილიაო. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ჩანს, მაინც ოჯახის წევრებისგან ფლობს ამ ინფორმაციას, ვინაიდან თამაზ გინტური მოკლული საქართველოს მოქალაქე გახლავთ ერთ-ერთი წევრის ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის ძმა. ბატონო ბადრი, შეგიძლიათ დამიდასტუროთ ინფორმაცია ლევან დოთიაშვილის, ანუ საქართველოს მეორე მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისიც დაჭრილია, თუ იცით? სამწუხაროდ აღნიშნული ინფორმაცია დაზუსტებით არ ვიცით. როგორც ხმები გამოვიდა, აღნიშნული პიროვნება დაჭრილი არ არის, მაგრამ ცხინვალის იზოლატორში ყავთ გადაყვანილი. და რაც შეეხება ცხედარს, ის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს, ვრცელდება ასეთი ინფორმაცია და ჩვენ შევიტყობთ მეც. კი, შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდება და შემდგომ სოფელში გადმოასვენებენ. კი ბატონო, რამდენად არის კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან სახელმწიფო უწყებების მხრიდან პროაქტიული, თუ ხართ ინფორმირებული ამის თაობაზე? Am სიტუაციაში, როდესაც მოხდა თამაზ გინტურის მოკლა, ასე ვიტყოდი, რუსი ოკუპანტების მიერ, შემდგომ შესაბამისმა ორგანოებმა, რა თქმა უნდა, დაამყარეს კომუნიკაცია და შესაბამისი პროცედურები სტარდება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში სოფელ კირბალის მოსახლეობა მუდმივად საუბრობდა, მათ შორის ოპოზიციის წევრებიც, რომ მეტი დაცულობაა საჭირო კონფლიქტისპირა სოფლებში მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის. ეს ადამიანები ფაქტიურად დაუცველები არიან და რომ ყოფილიყო შესაბამისი ორგანოების მიერ მობილიზებული დამატებითი ძალები, შესაძლებელია აღნიშნული მკვლელობა თავიდან აგვეცილებინა.
კი ბატონო და 2018 წელი არის პრინციპში თარიღი, როცა შეეზღუდათ ადგილობრივებს მისვლა ამ ეკლესიასთან და 2023 წელით სახელდება პრინციპში თარიღად, როცა ძალიან აიკრძალა და შეიზღუდა იქ მისვლა. მოყვა თუ არა ამას, აი თქვენ თქვით რომ ადგილობრივებიდან იყო ყოველთვის ინფორმაცია რომ რამე გვიშველეთ, მოგვეხმარეთ. მოყვა თუ არა რაიმე ტიპის ნაბიჯი, კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივების მისამართით რომ მეტი დაცულობის მექანიზმი შეექმნათ ადგილზე. მე რწმუნდით რომ ქვეყნის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არსებობს რომ ამ მოსახლეობის მიმართ მეტი დაცულობა ყოფილიყო და სოფლის მოსახლეობას დაცულად ეგრძნო თავი. მაგრამ არათუ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული პირიქით, ჩემი ინფორმაციით ინტენსიურად მიმდინარეობდა წლების წინ პატრულება და ეს პატრულებაც აღარ მიმდინარეობს. ეს ალბათ სახელმწიფო პოლიტიკიდან მოდის, ვინაიდან არ გაღიზიანების პოლიტიკით უფრო უარეს შედეგს ვიღებთ და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და დღეს უკვე აი ესეთი ვაჟკაცი ადამიანი მოგვიკლეს რუსებმა. ბატონო ბადრი, დიდი მადლობა ადგილიდან ჩართვისთვის. როგორც ხედავ, აქ განსაკუთრებული ზომებია, ახლა პოლიციის მანქანებია, რომლის იქითაც აღარ უშვებენ არავის, ხომ? რამდენად შორს დგას საოკუპაციო ხაზიდან ახლა საპატრულო პოლიცია? კი, ამჟამად მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო მეტი პოლიციელია მობილიზებული და როდესაც კითხა მოსახლეობამ თუ რატო არიან ეს ადამიანები, უთხრეს რომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. არადა იმ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ შესაძლებელი იყო კიდევ უფრო მეტი პატრულება სამართალდაცვი ორგანოების და ასე ვთქვათ, მოსახლეობის ან გაფრთხილება, ან იმ სიტუაციაში შველა და შესაძლებელი იყო ესეთი სამწუხარო ფაქტები თავიდან აგვეცილებინა.